ყველა საინტერესო სტუმარი მყავს გადაცემაში. ქალბატონი ოლგა მამუკაშვილი, რომელიც გახლავთ პროფესიით ფინანსისტი და კონდიტერი. ძალიან საინტერესო ტკბილეული, ეს არის ზეფირი, ხელოვნების ნიმუში. მე ასე დავარქმევდი, მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ დამფათიჟებისთვის, რა თქმა უნდა და ეს ჩემი დაიგული უნდა გაჩუქოთ, ეგრევე თქვენთვის ჩემი ზეფირიუსის ყვავილები თქვენთან. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ და თქვენ ზეფირიუსს, იმიტომ რომ ძალიან ლამაზია და უღრმესი მადლობა. ყველას სიამოვნებს, რა თქმა უნდა, ყურადღება და მადლობათ. ძალიან ლამაზად მადლობა თქვენ. მათი მოგვიყევით, როდის დაინტერესდით კონდიტერით და პირველი ნამუშევარი თუ გახსოვთ და შეფასებები. დიახ, დაახლოებით 3 წლის წინ დავიწყე საქმიანობა. პირადად ძალიან მიყვარს მე ტკბილეული და ბოლო დროს მოვიფიქრე მაგ შემადგენლობაზე და მოვიფიქრე, რომ ისეთი ტკბილეული შევჩამო და ვაჩამო ჩემ ბავშვებს, რომელიც არის უსაფრთხო და ნატურალურია, იმიტომ რომ ბავშვები ძალიან ხშირად ყიდულობენ მაღაზიაში, არა სასურველს ტკბილეულებს და პირველი ნამუშევარი იყო, რა თქმა უნდა, არ მაცხობდა მისი სილამაზე და მაგრამ მაინც გემრიელი იყო და ჩემი პირველი დამფასებლები იყვნენ ჩემი ბავშვები, რა თქმა უნდა და მათ ძალა მომცეს მერე, იმიტომ რომ ძალიან მოეწონა და ამის მერე ძალიან დიდი სურვილი იყო მაგ გაკეთების და პირველი შემფასებლები თქვენი შვილები იყვნენ. დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი საოცარი ტკბილეული მე მგონი ყველას მოეწონებოდა. დიახ. და როგორ შეიძლება და სად შეიძლება მოგძებნოს მომხმარებელმა სოციალურ ქსელში? მე მაქვს ან შეიძლება მაღაზიაც გაქვთ? მაღაზიაც მაქვს მე ონლაინ მაღაზია, რომელიც ჰქვია FlowWow, იქ მაქვს პატარა გვერდი. ეს არის შექმნილი მომხმარებლებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ საზღვარგარეთ და უგზავნიან საჩუქრებს საქართველოში. და კიდე პირადი გვერდი მაქვს Facebook-ში, ანუ ჩემი სახელი და გვარით რო შეხვალთ, იქ მაქვს კიდე ზეფირიუსი ესეთი გვერდი, სადაც შეგიძლიათ დაათვალიეროთ მთელი ჩემი პროდუქცია. ეს პროდუქცია არის თლად ნატურალური, მზადდება მარტო ნატურალურ მასალისგან, არ შეიცავს ნედლ ცილას და არომატიზატორებს. ანუ სულ ვცდილობ, რომ გავაკეთო ესეთი საკვები, რომელიც შეიძლება არა მარტო ბავშვებისთვის კარგია და ყველასთვის. დიახ. დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი არის ჯანსაღი პროდუქცია. ჯანსაღი პროდუქტი მივაწოდოთ ბავშვებს და არა მარტო ბავშვებს. ეს ცოტა დღეს ძალიან პრობლემური გახდა. აქედან გამომდინარე, მე მივესალმები, რა თქმა უნდა, ჯანსაღ პროდუქტს და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ საერთოდ საქართველოში ძალიან ბევრი დღესასწაულებია. და თაიგულის მაგივრად, მაგალითად, შეგიძლიათ თამამად აჩუქოთ თქვენს ოჯახის წევრს, მეგობარს, ნებისმიერ ადამიანს, აი ასეთი საოცარი თაიგული, რომელიც არის ტკბილეული და დააგემოვნოს. დიახ, რა თქმა უნდა, მე პირადად ვეძებ საჩუქრებს ხოლმე მასწავლებლებისთვის, ანუ ორი ბავშვი მყავს და ძალიან ხშირად მჭირდება, რომ გავახარო ჩვენი მასწავლებლები და ის ადამიანები ხშირად რა თქმა უნდა რა თქმა უნდა, ყველას აინტერესებს თუ სად შეიძლება შევიძინოთ და ვნახოთ სასურველი, საჩუქარი და რა თქმა უნდა, მასწავლებლებისთვის და ყველასთვის რა თქმა უნდა, სასურველი არის აი ასეთი საოცარი შეფუთვით ტკბილეული. ეს არის ზეფირი, მინდა მაყურებელმა იცოდეს, რომ ეს არის ულამაზესი ზეფირი. რადგან პრაქტიკული ადამიანი ვარ და არ მიყვარს ეს პროცესი, როცა ბუჩდება ყვავილები ბაზარში, მოვიფიქრე ამ ყვავილებზე, რომელიც არა მარტო ლამაზია, და გემრიელია და სასარგებლოა და
როცა ვჩუქნი მაგიურად შეგიძლიათ ბაბაზე მიერთეთ ეს ყვავილები და ანუ ორ მხრივ ახარებს ადამიანს. ერთი რომ ლამაზი არის და მეორე როც გემრიელია და გემრიელად მიირთმევთ. ძალიან საინტერესოა ნამდვილად და ეს არის ჩვენი გადაცემის ასე რომ ვთქვათ კითხვა, ტრადიციული კითხვა, სამომავლო გეგმები. სამომავლო ძალიან ბევრი მაქვს გეგმაში, ძალიან ესეთი გეგმა მაქვს რომ ვისწავლო კიდე უფრო ბევრი ასორტიმენტი, ანუ უფრო ბევრი ყვავილები, თან ვამზადებ ვარდებს, მინდა ვისწავლო სხვადასხვა ყვავილები კიდევაც და პატარა მაღაზიაც თუ მექნება, ესეც ძალიან გამახარებს. რა თქმა უნდა, დიახ. და რა თქმა უნდა, თქვენი ოცნებების ასრულებას გისურვებთ.